გამარჯობა მოგესალმებით ფანოს შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებთ სოლიდარობას უცხადებს ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა სინდისის პატიმარს თავისუფლებას უსურვებ მას. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. სხვათა შორის არსებობს იმის საშიშროება, რომ მთავრობამ კიდევ დააკავოს მოქალაქეები უკვე ახალი ბრალდებით. ვიწყებთ ცენტრალური თემით, ეს ძალიან საინტერესო თემაა, ვნახოთ ახალი ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თამთა ქიმბარაშვილი უხელმძღვანელებს. მოკლედ 1 ივნისიდან ძალაში შევიდა ეს სამმართველო, რომელშიც დასაქმდება 10 ადამიანი, რომელსაც უხელმძღვანელებს თამთა ქიმბარაშვილი 10 Facebook ტირანი აოხრებს თქვენს პოსტებს, რადგან ყველას უნდა გესმოდეთ, რომ ამ არმიის უკან დგას მთავარსარდალი გენერალ-მაიორი მამუკამთინარაც. 10 ადამიანი მუშაობს ამ განყოფილებაში, 10 ადამიანი რა ვიცი, ეყოფა ეხლა სიძულვილის ენას, 10 ადამიანი მარტო დიტო სამხარაძეს უნდა მიამაგროთ. 10 ადამიანი, რომ რამე ისეთი შედეგი დაიდოს, თორე მთელ ოპოზიციას ახლა ჯამში 1 ადამიანიც ეყოფა, რა ვიცი, საბა ბუაძის შეგინებული და იქით გიგა ლემონჯავას შეგინებული მე არ მახსოვს და არც მახსენდება, რა ვიცი, საერთოდ. ახალი დეპარტამენტის ბრიფინგები იქნება საინტერესო ორმხრივი სკროლის შემდეგ ცხელკვალზე დავაკავეთ 2 მოქალაქე, რომელთა Facebook პროფილის ჩხრეკისას ამოღებულია 14 დედის გინება. 7 ცინიკური პოსტი, 2 მოწოდება და ასევე გამოყენებისთვის დაფასოებული 157 ჰაჰას ტიპის სმაილი. მიმდინარეობს გამოძიება. გადავედით სხვა თემაზე. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს მთავრობასთან და ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაქვეყნა წერილი. თქვა ილაპარაკა. ძალიან ბევრი ვერსია ითქვა. რა იგულისხმებოდა რუბიოს წერილშიო, ისაო, ესაო. მთავრობამ თავისი ვერსია თქვა, ოპოზიციურ პარტიებმა თავიანთი ვერსიები თქვეს. მე მინდა ახლა გითხრათ ობიექტურად რა ეწერა წერილში. გიკითხავთ ამონარით სიტყვა სიტყვით. მოგესალმებით, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ვანოს შოუს, რომელიც გადის TV პირველზე. წარმატებები მინდა უსურვო და მინდა გითხრათ, რომ ეს გადაცემა არის საქართველოში პოლიტიკური მოვლენების ყველაზე ობიექტური შემფასებელი. კი, აი, ეს ეწერა. ზუსტად აი ასე ეწერა. რა ვიცი, ყველა პარტია და ყველა გაერთიანება სათავისო თარგმნა და მე რითვარ ახლა ამაზე ნაკლები. არ მოგწონთ, მაშინ აირჩიეთ თარგმანის სხვა ვერსია. ეს ვერსია ყველაზე კარგია. მოდით ნახოთ ერთი საინტერესო ფრაზა რუბიოს წერილიდან, რომელიც ქართულ ოცნებას ეხება. მედია შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა. მოკლედ არ გაუმართლათ ქოცებს რა. ტრამპი არ აწყობდათ პრეზიდენტად, მაგათ აშკარად არ აწყობდათ. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ნამდვილად არ წყალობთ. აი კამალა ჰარისი რომ ყოფილიყო, ერთ დღეში დაალაგებდნენ ურთიერთობებს. გააგზავნიდნენ დელეგაციას ირაკლი ზარქუას ხელმძღვანელობით და მორჩა. კამალას გული და გონება უკვე დაპყრობილი იქნებოდა. ხალებთან უნდა მიუშვა ზარქუა ირაკლი. რუბიოს წერილის შემდეგ მინდა შევხებოდი მელია სააკაშვილის წერილებს და წერილობით დაპირისპირებას, მაგრამ სანამ ეს ბაზალეთის ბრძოლა არ დასრულდება, მაინც თავს შევიკავებ. მაინც 2 სიტყვით მოგიყვებით რა მოხდა. თავიდან ამან მიწერა. მერე იმან მოწერა, ხო, მერე ისევ ამან მიწერა. იმან უპასუხა. ამან მერე პასუხზე უპასუხა, მერე აკეთა ამან. და ისევ ამან მერე ისევ ამას მიწერა. მოკლედ ახალი სპორტის სახეობა ყალიბდება, ოპოზიციაში წერილობით ფარიკაობა. და რაც ყველაზე მთავარია, ესენი დათმობას არ აპირებენ და ჩერგოლეიშვილი კიდე შუაში მანდილის ჩამგდები არ არის მან. ხო, და არ ვიცი როგორ დასრულდება. არადა მახსოვს მემორანდუმი, რომ გააფორმეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ხო, გაერთიანდა ოპოზიცია და მემორანდუმი გააფორმეს, რომ ერთმანეთს არ ვეხებით და არ ვჩხუბობთ სანამ ივანიშვილის რეჟიმს არ დავამარცხებთო. ხო და გილოცავთ მეგობრებო.
დავამარცხეთ ივანიშვილის რეჟიმი. რა არა? აბა რატო ჩხუბობენ კაცო? მე მჯერა მემორანდუმის. ესე იგი დამარცხებულია ივანიშვილის რეჟიმი. უბრალოდ ჯერ არ მიდიან ესენი. და ისევ აქ არიან, თორე დამარცხებულია. და ამიტომ დასცხეს ამათმა და ამიტომ დაიწყეს ჩხუბი. ო, ამოგანგლეს ერთმანეთი ტალახში. იმიტომ დამოგლაგეს რომ თავარი მიზანი ხომ მიღწეულია. თავარი მიზანი ბიძინა გაიქცა საქართველოს თავისუფალია ძვირფასო მეგობრებო. აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს. მინდა შევეხო ასევე წინაკვირას მომხდარ შემაშფოთებელ ფაქტს, გახსოვთ ალბათ გორში ძალოვანები როგორ გაუსწორდნენ და როგორ იძალათ ეს ფიზიკურად უდანაშაულო მოქალაქეზე. მინდა შემოგთავაზოთ ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეული სახის თეა წულუკიანის კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც არანაკლებ შემაშფოთებელია ვიდრე თვითონ ფაქტი. საზარელი სანახავი იყო. იმ 6 პოლიციელს მინდა ვუსაყვედურო. თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო. გესმით რა არ მოეწონა? ანუ სალაპარაკო რატომ მიეცით ამ? ანუ მოფარებულში უნდა გეცემათო. ხალხს მიეცითო სალაპარაკო. მართალიც არის ქალბატონი წულუკიანი. არის იცით ამ ხალხის ინტრიგნობის ამბავი? ოღონდ სადმე ძალადობა დაინახო და ეგრევე გადაიდებიან ხოლმე. ან თუ ცემას აპირებ, ჩეკაი ადამიანი, გაიკეთე ნიღაბი და ისე ჟეჟე. აგერ დეპუტატებისგან გაგ დაბრო და ცემე რა, ისე გაიკეთე ნიღაბი, რა სენახევები ამ კამერებს. ვაგრძელებ იგივე თემას და ახლა ვნახოთ რაზე აღშფოთდა ოცნების პროპაგანდისტი უცნობი. ვეღარ მოეშვნენ ეს პოლიციელები ასეთ რაღაცეებს. გამოსაძიებელია როგორ იყვნენ ის 3 ჟურნალისტი იქ. ანუ უცნობი ფაქტის გამოძიებას კი არ ითხოვს. ჟურნალისტები რანაირად იყვნენ იქო. მაგის გამოძიება უნდა, თორე ის რაც მოხდა ის რა არის გამოძიება, იქ არაფერი. აი ჟურნალისტები რანაირად აშკარად ვიღაცა აწვდის ჟურნალისტებს ინფორმაციას, იმიტომ რომ ამ პატიოს ამ პოლიციელებს ადამიანი ვერ უცემიათ ნორმალურად დღისით, ბზისით. რომ იქ ჟურნალისტები არ გამოჩნდნენ და არ დადგნენ იქ და არ გადაიყვნენ. აი ამაზე არის აღშფოთებული ეს პატიოსანი კაცი თავის ნავში თუ კიდობაში. გადავდივარ მეგობრებო, ჩემთვის ყველასათვის მტკივნეულ თემაზე მომატებული ფასები, გაძივებებს ამჯერად უცნაური თემით დავიწყებ. ნახოთ ინფორმაცია ზღვისპირა რეგიონიდან. 2026 წლის ზაფხულში ბათუმში შეზლონგის ფასი გაორმაგდა და მაქსიმუმ 10 ლარი იქნება, ქოლგის ფასი კი 5 ლარი. აი ეს რა გვაკლდა ხალხო. ეს ამ სეზონზე ავიტანოთ რამენაირად. ნუ ახლა გავიჭიროთ და ნუ რა ვიცი, გაისათ უკვე მთელ ქვეყანას ბოლომდე რომ გადახურავს ჩალით ბატონი ბიძინა. მერე ქოლგის 5 ლარი გამოგვაკლდება უკვე. აღარ გჭირდება და ვიწვევით ჩეროში იმ 10 ლარიან შეზლონგზე ჩვეულებრივად რა პრობლემა არის. მაგრამ ერთი სათხოვარი მე იქნება ვთხოვოთ მართლა ნინო წილოსას, რომ შექმნას შეზლონგის გაძვირების საპარლამენტო კომისია, რომ დაგვიდგინონ ეს შეზლონგი ხელოვნურად არის გაძვირებული თუ ინფლაციისგან არის გამოწვეული. დავიბაროთ ეს მე შეზლონგე კუპალნიკიანი ბიჭები და დაველაპარაკოთ. გაგვარკვიო რაშია საქმე. ასევე მესიმინდეების დავიბაროთ და გავარკვიოთ ტარო სიმინდს რამე ხوار ემუქრება. ტარო სიმინდს. ვაგრძელებ გაძვირების თემას. საქსტატის მონაცემებით საქართველოში მაისის თვეში ხორცი გაძვირდა 10%-ით, ხოლო ზღვის პროდუქტები 20-ით. არადა ირაკლი ყობახიძე რჩეულ ხორცს გვთავაზობდა 10 ლარად. ნახოთ მორი გაძვირებაზე რა კომენტარი გააკეთა თვითონ მან. ირაკლი ყობახიძემ. ერთხელ უნდა წავიდე ბაზარში აუცილებლად თქვენთან ერთად. მიდი ირაკლი, მიდი. უბრალოდ თან გაიყოლე კარგი სტაჟიანი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. იმიტომ როცა კაცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქონლის ხორცი ღირს 10 ლარი, ბაზარში შევა და იქ დახვდება 40 ლარიანი ბალი, 65 ლარიანი ალუჩა და 80 ლარიანი მოცვი, არ ამგონია იქიდან სრულ ჭკუაზე გამოვიდეს. დამიჯერე ირაკლი. აი მოცვი რატო ღირს 80 ლარი დღემდე ამოუხსნელია ჩემთვის ძვირფასო ტელემაყურებლობ. ნუ ალუჩა კიდე დაიაფტება, მაგრამ მოცვი არ იაფტება, სულ 80 ღირს. ხიზილალა ღირს 70 და მოცვი ღირს 20. 80. ხორცის გაძვირების სტატისტიკის შემდეგ არ გამორისხავ იმედმა ქარდი გამოსდოს შემდეგი წარწერით. შესაძლოა ქვეყანაში ხორცი და თევზი გაძვირდა, მაგრამ მათი შეძენით გამოწვეული მზარდი სურვილის პროგრესით ჩვენი ქვეყანა ევროპის ლიდერ ქვეყანათა სამეულშია. აი ესეთი კარგი იქნება. შეიძლება ახლა გაგეცინათ
ამ გამოგონილ ქარდზე, მაგრამ ახლა ვნახოთ ტელეკომპანია იმედის რეალური ქარდი, რომელიც ამ კვირაში შემოგთავაზეს, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს, ვნახოთ. მარტივადაა ყველაფერი. კარგი მთავრობის ინდექსით საქართველოს მაღალ საშუალო შემოსავლიან ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. კარგი მთავრობის ინდექსით. აი ეს რაღაცა ახალია. ადრე ძალიან ბევრ ჩახლართულ უცხო სიტყვას იყენებდნენ და ეთყობა ხალხი რომ ვერ იგებდა ვერაფერს. ახლა უკვე პირდაპირ კარგი მთავრობის ინდექსით გამოაქვეყნეს ეს ქარდი და დაადგინეს რომ აი რა კარგებიოთ კარგი მთავრობის ინდექსით. ბოლოს უკვე რომ აი უფრო დასაღეჭი რო იყოს პირდაპირ აი ესეთ ფოტოს გამოაქვეყნებენ მარტო ხელწერა თითის ესე აწეულს და აი ესეთი მთავრობის ინდექსით ვართ სამეულში. აი ეგეთი. იმედის ქარდების შემოვინახე მონოლოგის ბოლოსკენ, ამიტომ არ ვჩერდები და გთავაზობთ მორიგ ინფორმაციას გარყვნილი ევროპიდან უკვე რუბრიკა თუ აქციეთ. დავიწყოთ. უნგრეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ პრაიდში მონაწილეობის მიღებას არავის აუკრძალავს. ეს ნაბიჯი ქვეყანაში LGBTQ+ პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს მას შემდეგ, რაც პიტერ მადიარი ქვეყნის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. ესე იგი, ამ მადიარის არჩევის შემდეგ უნგრეთში კაცებზე ყოფილა ტაციაობა. ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ძლივს გამოასწრეს ჩვენმა ქართველმა გულშემატკივრებმა. გეი ქორწილების რიგებს ვერ აუდიანო. კაცის ზომა საქორწილო კაბები კიდე დეფიციტში. ამოიყიდა ყველა ორბანის დროს რო იყო ჩაწოლილი და რო ვერ ყიდიდნენ. მადიარის დროს დაცარიელებულა თურმე მაღაზიები. აი ეგეთი უბედურება ხდება. კარგად დაიმახსოვრეთ. მეტიც არ მინდა ჩვენმა ეროვნულმა ხელისუფლებამ თავის ამჟამინელი კურსიდან გადაუხიოს და რამენაირად დაუშვას ამ გეების პარპაშში საქართველოში. მე პირადად მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ამ კაცებზე დახამებულ ევროპელებს მიუგდო ჩემი სხეული საფერებლად. დიახ, აი ესეა. ედავთ ხალხო, რამხელა საფრთხისგან გვიცავს ქართული ოცნება. თბილისში რომ დადიხართ ქუჩაში კაცები ღამით თავისუფლად. მაქსიმუმ რომ ძაღლმა შეიძლება გიკმინოს ან პატრულმა გცემოს. ისე კი არ არის უნგრეთში. მიდი, აბა გაიარე ღამით ბუდაპეშტში. ქუჩის ძაღლზე მეტი მოწანწალე გეი დარბის ქუჩაში. შეიძლება დაგლიჯონ. ახლა თურმე მოწანწალე გეების თავშესაფარს აშენებენო და იქნება უგვეშველოსო უნგრელები ამბობდნენ აი ესეთ ამბავს. ევროპა რო გარყვნილია ეს არ ახალია იმედისთვის, მაგრამ ახლა ვნახოთ როგორი გაღატაკებული და გაუბედურებულია ეს ევროპა. ნახოთ ცხელი ცნობები გერმანიიდან. სიღარიბის დონემ გერმანიაში ისტორიულ მაქსიმუმს 16%-ს მიაღწია. ეს 13,300,000 მოქალაქეა. ხედავთ ხალხო, სიღარიბეში იხრჩობა გერმანია. ხალხი BMW-სა და Audi-ს ქარხნებში ვინც მუშაობს, ისეთი დაბალი ხელფასები აქვთ, რომ სული ზრებათოში მშილითო. ესეთი რამე გაგიგიათ. ხალხი ტოვებს ფაბრიკა ქარხნებს და საქართველოში მოდიან, რომ აქ ორნაბიჯში დასაქმდნენ კონსულტანტებად, იმიტომ რომ გაცილებით მაღალი ორნაბიჯში ხელფასები. იქიდან მოდიან. გერმანიიდან ახლა შეიძლება საქართველოში შემოვიდეს მოქალაქეების დიდი ნაკადი, ამას უნდა თხილად უნდა ვიყოთ. უკვე შეინიშნება აქა-იქ შემოდინება, გუშინ წინ შუქნიშანთან ქერათმიანი ბავშვები მოწვივდნენ ფანჯარასთან. ჰალო გებენ ზიმირ ბიტე 20 ტეტრიო, ანუ 20 ტეტრი მომეციო, დამეწვა გული დამეწვა საწოდაო. თელი გერმანია სიღარიბეში ლპება და მათი კანცლერი მერცი კიდე მერცედესით დადის. მერცედესით, აი 90-იანებში ზვიადი რო დადიოდა მერცედესით. იმით, ისეთივეთი, უფრო გაით. გერმანიაში ცხოვრობს თვითფასო მეგობრებო 2,700,000 ოფიციალური მილიონერი. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია. ანუ ჩვენი ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობა რო ყველა მილიონერი იყოს, აი იმდენი მილიონერი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ეძახის სიღარიბის ისტორიულ დონეზე დაცემულ და წყალწაღებულ ქვეყანას. მონოლოგის ბოლოს მინდა ბოლომდე აგიხილოთ თვალი ამ წყალწაღებულ გერმანიაზე. იმედი ბოლომდე არ ჩაეძია რა ხდება, ხო და მე მოგიყვებით ახლა. ეს გერმანელი ღარიბები, რატო დაადგინდა ეს სტატისტიკა? ეს გერმანელი ღარიბები ყოველთვიურად სახელმწიფოსგან იღებენ 1,500 ევროს.
ესე იგი გერმანელები 1500 ევროიან ადამიანებს თვლიან ღარიბებად. ანუ 1500-იან ევროიანი ბევრი მომრავლდა და ამიტომ 1500 ევროიან ადამიანებს ეძახიან ღარიბებს. ეს ჩვენ ფულზე არის 4500 ლარი. ღმერთო, გვიმრავლეს საქართველოში თვეში 4500 ლარიანი ღარიბები. ღმერთო, 4 სულიან ოჯახში 4-ვე 4500 ლარიანი ღარიბი ამყოფე და ეს ოჯახები ჯამში გამოვა 18000 ლარიანი გაყატაკებული ოჯახი. ღმერთო, შენ დაგვაქციე და გაგვაღატაკე გერმანიასავით. შენ დაგვაქციე და გაგვაღატაკე გერმანიასავით და სული ამოგვაწრე ამ 4500 ლარებით. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი. იმედია სულ მალე გადაცემას გააფორმოთ. ბენდით ამუნალე გეშვილს ხელმძღვანელობით. მადლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinex-ი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.